საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი გაშლა იქნება სამ საკითხზე. შეეხება პირად ურთიერთობებს, კარიერას და ფინანსებს. და სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა ესეთი კომენტარი გავაკეთო ისეთი ადამიანების უკავშირებზე, რომლებიც მეუბნებით ხოლმე და რატომაც გგონიათ YouTube-ის მაყურებელს ნაკლებად. უფრო TikTok-ის მაყურებლებზე მაქვს საუბარი, იქ ძალიან ხშირად მწერენ ხოლმე, რომ რომელიღაცა გაშლა მათზე არ არის. ის მასზე არ არის, ეს არ რეზონირდა, ის არ რეზონირდა და ცოტა მესიჯიც რომ იგრძნობა აგრესია, ხომ ხვდებით და მე მგონი ყველა ვიცით რომ ერთი და იგივე რაღაცა ერთი საჯარო გაშლა მსოფლიოზე არ იქნება, ხო? და ყველაზე ერთი და იგივე არ რეზონირდება. ეს უნდა იგრძნოთ შინაგანად ყველამ, რომ რამდენად შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, თქვენს სიტუაციას. ეხლა თუ თქვენი მაგალითად ვიძახით, თქვენი პარტნიორი აბსოლუტურად დაბლოკილია, არ გეხმიანებათ და საერთოდ გაგინიათ გლანძღად გირტყათ და ისე წავიდა. ჯერ ერთი არც უნდა ელოდებოდეთ და მეორე ის რომ თუ მაინც ელოდებით და ესეთ სიტუაციაში ხართ და მე საერთოდ სხვა რაღაცას ვიძახი იმ გაშლაში, მე მგონი უნდა მიხვდეთ რომ ეს გაშლა თქვენზე არ არის. ეს მათ ეხება, ვისაც გონიათ რომ ყველა გაშლა, რასაც ტაროლოგები ვდებთ ვიდეოს სახით, მათ ეხებათ. ყველა გაშლა ყველას არ ეხება. ეს უნდა დაიჭირო ენერგეტიკულად. ამიტომ ვიძახი ხოლმე სულ რომ როდესაც დაიწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას, საკუთარ სულიერებაზე ზრუნვას და შინაგან ჰარმონიაზე ზრუნვას იმისთვის, რომ კარგად იგრძნო თავი, საკუთარ თავის განვითარებაზე რომ დაიწყებ ზრუნვას, ხომ, ესეთი კითხვები აღარ გაჩნდება მერე. ესეთი კითხვები უჩნდებათ მათ, ვინც მხოლოდ ზიან და რაღაცა ერთ კონკრეტულ საკითხზე არიან ჩაციკლულები და თვითონ უფრო ტოქსიკურები გამოდიან ამ შემთხვევაში, რადგან ჩაიციკლენ ერთ საკითხზე და იმის გარდა სანამ ის არ აუსრულდება და არაფერი არ უნდათ. 3 წლამდე ბავშვები რომ გაჯიუტდებიან ხოლმე მაღაზიებში, მიყიდეს რომ იძახიან და ზოგი რომ გაწვება და ის ემოციას რომ გამოხატავენ ფეხების და ხელების გნებით, რაღაცა ეგეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს ზოგი ადამიანი, რომ ჩაციკლული არიან ერთ სიტუაციაზე და თუ ის არ გამოვიდა, მათ ცხოვრებაში სხვა არაფერი აღარ უნდა მოხდეს და ესეთი ადამიანები წერენ ხოლმე ძირითადად უფრო ესეთ ცაცო წარკვეთილ და ისეთ კომენტარებს, რომლებიც თითქოს აქეთ გადანაშაულებენ, რომ შენ რაღაცა ვერ გააკეთე ისე, იმიტომ რომ ჩემთან არავინ არ დაბრუნდა, არავინ არ მოვიდა, არაფერი არ ხდება, ესე არ მოხდა. ძალიან სამწუხაროა. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავებზე პირველ რიგში, მეგობრებო. რატომაც ამ საუკუნეში ძალიან რთული გახდა საკუთარი თავის გადარჩენა, საკუთარი სულის გადარჩენა და საკუთარ სულზე ზრუნვა. სამწუხაროა ეს, მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად ყველას მივუთითებ ხოლმე და ყველას ვურჩევ. ჩემ თავსაც რა თქმა უნდა. მარტო სხვებზე არ ვარ გადართული, მე პირველ რიგში ჩემ თავზე ვმუშაობ, რომ განვითარდე სულიერად, მენტალურად და შინაგანი სიმშვიდე მქონდეს და არ გადაამძლიოს ნეგატიურმა ემოციებმა და
რაღაცა ისეთი ნეგატიურმა ფიქრებმა არ მომიცვან და აი ამ ყველაფერზე სულ მუშაობ მე ჩემ თავზე მუდმივად. ამას მივუთითებ ხოლმე სხვებსაც, აი რასაც გამოვცდი ხოლმე ჩემს თავზე და ვიცი რაც არის და როგორი მტანჯველიც არის, ვცდილობ რომ სხვა გადავარჩინო, ასე ვთქვათ და არ დავუშვა ის რომ აღმოჩნდნენ ესეთ overthinking-ის ეპოქაში, ასე ვთქვათ და შეექმნათ რაღაც სულიერი და მენტალური პრობლემები, რომლიდან გამოსვლად საკმაოდ რთულია დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ მეგობრებო, რომ არ ვიყოთ ტოქსიკურები და ნეგატიურები, ვიზრუნოთ ყველამ ჩვენს სულებზე და ჩვენს სხეულებზე და ზოგადად ჩვენს თავზე. კარგი, დავიწყოთ გაშლა. ესე იგი, პირველი საკითხი რაც იქნება, მოდი დავიწყოთ კარიერით. თქვენი კარიერა ეხლა რა სიტუაციაშია და მერე ჩავშალოთ უფრო ღრმად. რა სიტუაციაშია თქვენი კარიერა ახლა? ისე. ჩემი მეტაფორული ბარათები ცოტა მივწიოთ. შემდეგი იყოს ფინანსები. თქვენი ფინანსები რა მდგომარეობაშია ახლა? თქვენი ფინანსები რა მდგომარეობაშია ახლა და ბოლოს იყოს პირადი. ძირითადად სულ პირადზე გვაქვს ხოლმე საუბარი და ახლა დავიწყოთ სხვა საკითხებით. თქვენი პირადი რა ეტაპზეა ახლა თქვენი პირადი ცხოვრება ამ წუთას? კი ბატონო. ისე პირველი იყო კარიერა და დავიწყოთ რა ხდება თქვენს კარიერაში აი ამ წუთას რა ეტაპზე ხართ? საინტერესოა. რა ხდება თქვენს კარიერაში ახლა? შეიძლება ითქვას აი ამ მხოლოდ ერთი არკანით, რომ ვიღაცას რაღაცა არჩევანიც გქონდეთ, რაიმე გადაწყვეტილების წინაშე დგახართ, რაც საკმაოდ ემოციურია თქვენთვის, აი ამ საკითხთან დაკავშირებით. და ასევე ანუ კარიერა, სადაც მარტო არ ხართ, ანუ მარტო არ მოქმედებთ, პარტნიორული მდგომარეობა გაქვთ რა, მოკლედ აი რასაც აკეთებთ ახლა თქვენ საქმეს, ანუ მარტო არ აკეთებთ, სხვასთან ერთად ხართ ამ საქმეში. კარგი, მოდი აბა უფრო მეტად ჩავშალოთ ამ დასტით. რა მდგომარეობაშია, ისინი გადავწიოთ ცოტა. თქვენი კარიერა ამ წუთას რა ხდება თქვენს კარიერაში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რა სიტუაცია აქვს კარიერაში ამ წუთას? კაი. ვიტყოდი იმას, რომ თქვენი ახლა ამ წუთას რასაც აკეთებთ, რა პროფესიისაც ხართ, ანუ შეიძლება სხვა პროფესიის იყოთ, მაგრამ სხვა რამით იყოთ დაკავებული რეალურად, რითიც ხართ დაკავებული ამ წუთას,
ვიტყოდ იმას, რომ საკმაოდ წარმატებულად ხართ, საკმაოდ შემდგარი ხართ ამ საქმეში. ასევე ვიტყოდი იმას, თუ ამ წუთას ესე არა ხართ, მოდის ესეთი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, კარიერის მხრივ, საკმაოდ ვიღაცები შეიძლება დააწინაურონ ასევე, ან თუ გაქვთ ისეთი სამსახური, ისეთი საქმე, რასაც აკეთებთ, მოკლედ, რომელიც გადაადგილებასთან არის კავშირში, შეიძლება მოგიწიოთ სხვა ქვეყანაში წასვლა, აი ამ თქვენი საქმიდან გამომდინარე. და თუ ამ წუთას ხართ, ან იყავით მანამდე საკმაოდ ისეთ გულგატეხილ სიტუაციაში და ემოციური იყო თქვენთვის, არ იცოდით გამოვიდოდა თუ არა რაღაცა საკითხი კარიერასთან დაკავშირებით, იცოდეთ რომ გამოვა აუცილებლად, აი წეღა რაც ვთქვი, გამოხვალთ აი ამ სიმძიმეებიდან, გამოხვალთ დასრულდება ეს სიტუაცია იმის ფონზე, რომ თქვენ საკმაოდ ბევრს აკეთებთ, ბევრს შრომობთ, რაღაცა დაბრკოლებებს გადალახავთ, ასე ვთქვათ. და ზუსტად აი ამ პარტნიორობით, აი მეორთ ამოვიდა ამ დასტაშიც ეს თასების ორიანი, აი ამ ესეთი პარტნიორობით ვიღაცასთან ერთად გადალახავთ აი ესეთ დაბრკოლებებს, რაც მოგიტანთ ძალიან დიდ წარმატებას თქვენს პროფესიაში. თუ ნერვიულობდით, რომ აი არ იცოდით გამოვიდოდეთ თუ არა და ცოტა მარტო გრძნობდით თავს და ფიქრობდით, რომ აი მარტო როგორ მოვახერხებ ამ ყველაფერს, გამოჩნდება ადამიანი, რომელთან ერთადაც გაუმკლავდებით აი ამ საკითხს, არ ვიცი, პრობლემა ნაკლებად, უფრო აი საკითხი რაღაცა, რაც გადაუჭრელია თითქოს, გადაჭრით ერთად ესე კოლექტიურად ამ საკითხს და საკმაოდ წარმატებულად, რაც მოგიტანთ დაწინაურებას, ან ვიღაცებს, როგორც წეგან აღვნიშნე, ესეც იგივე წარმატება იქნება, ანუ თქვენ აგარჩევენ თქვენს ასე ვთქვათ პროფესიონალიზმში დარწმუნდებიან და თქვენ გაგაგზავნიან სადღაც საზღვარგარეთ მივლინებაში. აი რაღაცა ესეთი გამგზავრებასაც მიჩვენებს, რაც საკმაოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ, ძალიან შევსებულად და კარგად იგრძნობთ ემოციურად თავს. თავდაჯერებას მოგიტანთ, რაც მთავარია და თითქოს აი ამას იმიტომ გააკეთებენ, თქვენ იმიტომ აგირჩევენ, რომ აი თქვენი იმედი აქვთ ამ ადამიანებს, აი სადღაც დაწესებულებაში თუ ხართ, ან რასაც აკეთებთ, სადაც მუშაობთ, მოკლედ აი იმ ადგილზე. ძალიან კარგი. კიდევ რა მოდის, ხო, ასევე დავამატებ იმას, რომ საკმაოდ მოულოდნელად დაგატყდებათ თავს ასეთი სასიკეთო ცვლილებები თქვენს პროფესიაში და კარიერაში. კარგი, კიდევ რა ცვლილებები შემოდის, ვნახოთ და გადავიდეთ შემდეგზე. კიდევ რა ცვლილებები მოდის თქვენს კარიერაში. ეს უფრო უკვე სხვა მიჩვენებს, ალბათ ვიღაცაზე კიდევ რეზონირდება ეს. უდიდესი ცვლილებები, უყურე როგორი სიტუაცია, სადაც იყო გაჩერებული ერთ ადგილზე, ანუ არ იძროდა არაფერი, არ იცვლებოდა. მოგიტანთ უდიდეს ცვლილებებს. რაღაცა შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა ახალს სწავლობთ და თქვენ
ამ საკითხში, აი ამ პროფესიაში, ასე ვთქვათ, უფრო უკვე დიდი გამოცდილება გაქვთ, უფრო დაბრძენებული ხართ სხვათა შორის და პლუს კიდევ შეიძლება დაამატოთ რაღაცა ახალი, აი ამ რამე კურსი გაიაროთ, ან ხო, უფრო იგივე საკითხთან, უფრო რომ გაიმძაფროთ და გამოიკეთოთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტი შეიძინოთ ცოდნის მხრივ, აი რაღაცა ახლის სწავლებას მიჩვენებს, რაც მოგიტანთ ძალიან იცით როგორ ფინანსურ შემოსავალსაც და წარმატებასაც რა, ანუ აი ესეთი ტრანსფორმაციის არკანი ამომდის, თუ აქამდე რაღაცა იყო ერთ ფეროვნად მიმდინარეობდა, უბრალოდ მუშაობდით რაღაც სამსახურში, ან რაღაცას აკეთებდით და ეს ერთფეროვნება იყო, წადი სამსახურში, წამოდი სახლში და აი რაღაც არაფერი არ იცვლებოდა, ვერ ვითარდებოდით, აი ამ სიტუაციაში თქვენ რაღაც ახალს ისწავლით, რაც მოგიტანთ უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლას, ასე ვთქვათ რა. და უფრო მეტად თავდაჯერებულს და გამოცდილებას შეგმატებთ, ხო? თავდაჯერებას მოგიტანთ და გამოცდილებას შეგმატებთ. და ვიტყოდი იმასაც, რომ აქაც იგივე სიტუაცია, მარტო არ ახართ და აქაც რაღაცა ესეთი გუნდური მუშაობა გიწევთ, სადაც მუშაობთ, მოკლედ და რა საქმესაც აკეთებთ. კარგი. მოდი დავასრულოთ კარიერაზე საუბარი. ესაკეთ გადმოვდოთ და გადავიდეთ ფინანსებზე. საინტერესოა. რა ხდება თქვენს ფინანსებში ახლა? შვენიერი სიტუაცია გაქვთ, მე თუ მკითხავთ. ამ არკანიდან გამომდინარე, ძალიან სტაბილურად მაღალი შემოსავალი. იცით როგორი? აი, თითქოს რომ დაიმსახურეთ თქვენ ეს ყველაფერი და რაღაცა გააკეთეთ ისეთი, რაღაცის სათავეში ხართ, თუნდაც რაღაცას მართავთ, ეგეთ შეიძლება, ან ლიდერი ხართ რამის, იმპერატორი, ქალი. საკმაოდ კარგად გამოგდით თქვენი საქმე და მოაქვს ამ ყველაფერს დიდი შემოსავალი, დიდი და სტაბილური შემოსავალი. კარგი. კიდევ გავიმეორებ იმას, რომ თუ ასე არ ხართ ახლა და თქვენი ფინანსები ამ წუთას ასე არ არის, მაგრამ გრძნობთ რამე პოტენციალს, იცოდეთ, რომ ეს ასე იქნება. კარგი, დავამატოთ აბა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, როგორ მიმდინარეობს მისი ფინანსები, რა მდგომარეობაშია მისი ფინანსები. ძალიან კარგი. როგორც წეგანა ვნიშნე, უკაცრავად მომეწია ვიდეოს გაჩერება და გავაგრძელებ ახლა. როგორც წეგანა ვნიშნე, ხო, შეიძლება რომ ამ წუთას თუ ასე არ ხართ, აუცილებელი არის ის მომენტი, რომ ფულთან დაკავშირებით ენდოთ თქვენს ინტუიციას. ენდოთ რაღაცა გამოიჩინოთ, თუ აი აკეთებთ რაიმე საქმეს, ხო? რამე საქმე გაქვთ, ან ბიზნესი გაქვთ, ან თუნდაც სამსახური გაქვთ ჩვეულებრივი, სადაც თვიდან თვემდე ხელფასი გაქვთ, ასაღები, აი ამ ყველაფერში გამოიჩინოთ რაღაცა კრეატიულობა, რაღაცა ისეთი ფულის დაზოგვის უნარი, ხო ხვდებით?
შეიძლება ამ წუთას არ გაქვთ ის მომენტი, აი როგორ გითხრათ, ცოტა არეული ხართ, არ იცით შეიძლება როგორ დააზოგოთ ეს ანუ ფულთან დაკავშირებით, აი შეიძლება ბევრი გეხარჯებათ და არ იცით როგორ გააკონტროლოთ, ხო, ეს ფულის ფლანგვის მომენტი, ასე ვთქვათ. და ტარო გირჩევთ იმას, რომ იმედი და რწმენა იქონიეთ, რომ თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა მიხვიდეთ აი ამ სიმდიდრემდე. საბოლოოდ აი ამ სიმდიდრემდე რის ფონზე ახლა გადაერთოთ თქვენს ფინანსებზე, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფინანსებს და აი როგორც ადამიანს აქცევთ ყურადღებას და ანიჭებთ მნიშვნელობას, ისეთი მნიშვნელობა მიანიჭოთ ფინანსებს, დაისახოთ მიზნად, რომ აი თქვენ უნდა გააკონტროლოთ თქვენი ფინანსები და ეს ყველაფერი ინტუიციურად, აი ინტუიციას ენდეთ თქვენს ინტუიციას რა, ანუ ზოგჯერ ადამიანებს ხო გვაქვს ინტუიცია და არ ვენდობით ჩვენს აი ამ რაღაც თავში მოგვივა უცებ აზრი და უფარა ან გეზარება ან რაღაცა და არ აქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას, ხო? ტარო გირჩევს, რომ ამ ფულთან დაკავშირებით, თუ გინდა რომ აი ამ სიმდიდრემდე მიხვიდე საბოლოოდ, აუცილებელია რომ გქონდეს იმედი, რწმენა და ენდო შენს ინტუიციას. ისწავლო ფულთან კონტაქტი, დააზოგო ის, რაც მოგიტანს აი უდიდეს შემოსავლებს ფინანსების მხრივ, აი ძალიან გაგიმართლებს, ძალიან წარმატებული იქნები აი ამ მხრივ, ფინანსების მხრივ და ეს რადგან იმპერატრიც ამოვიდა, ნიშნავს სრულ სიმდიდრეს, ანუ ადამიანი, რომელიც ითვლება მდიდრად, ხო? შენ გაქვს იმის პოტენციალი, ვინც ახლა აი ამას მიყვარს და ვინც გრძნობთ, რომ ეს თქვენზეა, გაქვს იმის პოტენციალი, რომ იქცე მდიდარ ადამიანად. იმის ფონზე რომ გქონდეს იმედი და რწმენა. შეიძლება არ გჯერა ამ ყველაფრის, რომ შენ შეგიძლია მიხვიდე იმ დონემდე ფინანსების მხრივ, რომ გახდე მდიდარი ადამიანი. ამ დროს გაქვს ამის პოტენციალი, ტარო გეუბნება, უბრალოდ იქონია რწმენა, იმედი და ენდე შენს ინტუიციას. ისწავლე, როგორ აკონტროლო გასავლები, ასე ვთქვათ, ხო? რომ არ გქონდეს ზედმეტი გადახარჯვები, ასე ვთქვათ და უაზროდ რომ ფლანგავენ ხოლმე ფულს, უაზროდ აი ეს მომენტები რომ არ გქონდეს. აი ამ ყველაფერს რომ ისწავლი და მართავ, ამ ყველაფერს მიხვალ იმ დონემდე, რომ შენ ისწავლი ფულთან კონტაქტს და საბოლოო ჯამში მიიღებ იმ ყველაფერს, რაც მიზნად გაქვს დასახული. ან რისიც არ გჯეროდა, მაგრამ გულში ფიქრობდი, რომ ნეტა ოდესმე ვიქნები მეც ესე, იქნები ასე, უბრალოდ ენდე შენს თავს, შენს ინტუიციას მიზანი გქონდეს აუცილებლად და აუცილებელია რწმენა და იმედი ამ ყველაფრის. ასევე, რა თქმა უნდა, აუცილებელია ფულთან კარგი კონტაქტი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იცი როგორი სიტუაცია არის, ზოგადად ფული, აი რაღაცნაირად ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანივით არის რაღაცნაირად, აი მოპყრობა უნდა სწორი. თუ კარგად მოეპყრობი, აუცილებლად მიიღებ იმას, რაც რეალურად გჭირდება. მოდი კიდევ დავამატოთ. რადგან ესეთი გაშლა გამოვიდა ფულთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, ვიღაცები ხართ ისეთ სიტუაციაში, რომლებიც ფიქრობთ, აი რა გავაკეთო, როგორ მქონდეს უფრო მეტი შემოსავალი. აი ასე უნდა გქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი, ისწავლოთ ფულთან სწორი კონტაქტი. კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი გქონდეთ, აბა ნახეთ.
ზუსტად წეღარაც ვისაუბრე, იგივე ამოვიდა. თქვენ ვიტყოდი იმას, რომ შეიძლება აი ამ ფინანსებთან დაკავშირებით რაღაცა ძალიან ბევრჯერ დაიწყეთ ფულის დაგროვება, მერე უარი თქვით, ასე ვთქვათ, გააჩერდით ან დახარჯეთ ან რაღაცა. და აი ძალიან ბევრჯერ რაღაც ციკლური სიტუაციები ვითარდება ამ ფინანსებთან დაკავშირებით თქვენს ცხოვრებაში. და ზუსტად იგივე ამოვიდა. თუ გინდა ღმერთის წყალობა, კარგი ფინანსები, კარგი შემოსავლები თუ გინდა, უნდა გამოხვიდე აი რაღაცა ეჭვების და უიმედო მდგომარეობიდან, აი ესეთი უიმედო მდგომარეობიდან აუცილებლად, რადგან შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს იმას, რომ აი მე და სიმდიდრე, მე და ბევრი შემოსავალი შორს ვართ, ან არ ჯერათ იმის, რომ მასაც შეუძლია იყოს მდიდარი. ან თქვენი აზრით მდიდარი ადამიანები როგორ გახდნენ მდიდრები, ხო? უმეტესობა ხო არიან ისე, რომ ეს მილიონერები ვინც არიან, უმეტესობა ძალიან ბევრი დაბადებული არის ღარიბ ოჯახში. უბრალოდ სჯეროდათ საკუთარი თავის და ჰქონდათ იმის რწმენა, რა თქმა უნდა, ქმედებებშიც ან ხორციელებდნენ ამ ყველაფერს, იმის რწმენა ჰქონდათ, სჯეროდათ იმის, რომ იმსახურებდნენ ამ ყველაფერს. აი თქვენ ზუსტად ეს გაკლიეთ, რომ ეჭვი გეპარებათ და არ გჯერათ იმის, რომ თქვენ ამ ყველაფერს იმსახურებთ და ოდესმე გექნებათ. მე ვინ მომცემს? აი ეს სიტყვა ამოაგდეთ თავიდან, აუცილებლად გქონდეთ უფრო მეტი თავდაჯერება, თუ არ გაქვთ ეს მომენტი და დარწმუნებული ვარ ამ წუთას არ გაქვთ, იმიტომ რომ მე ვეკითხე, რომ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი გქონდეთ, უნდა გქონდეთ მეტი თავდაჯერება, მეტი თავის გამოჩენის უნარი, მეტი სილაღე, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რომ თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ და თქვენ ამას შეძლებთ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმედებებშიც უნდა გადაიტანოთ, რაც მოგიტანთ მე ამ ყველაფერს, აი ამ შემოსავალს. მე ვფიქრობ, ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან შემეცნებითი იყო ეს ყველაფერი. კარგი. მოდი გადავიდეთ ახლა პირადზე. მეგობრებო, შეიძლება ვიღაცასთან ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ვიღაცასთან პირადზე რეზონირდეს, ვიღაცასთან მხოლოდ ფინანსებზე და ვიღაცასთან კარიერაზე. ან იყვნენ ისეთები, ვისაც სამივე რეზონირდება, არ არის ეს ყველაფერი პრობლემა. აჰა, თქვენი პირადი ცხოვრება ამ წუთას. კარგი რაღაცა. აი მე როგორი სასწაული დამთხოვა. დამთხოვასაც ვერ დავარქვა. აი უყურეთ. დასტა ავიღე და მეორე დასტაშიც ეს ამოვიდა. ერთი და იგივე არკანი სხვადასხვა დასტიდან. რაღაცა ამ წუთას ესეთ სიტუაციაში ვართ, ახლა ჩავშლი უფრო მეტად. თითქოს სულიერი სიმშვიდე მოიპოვეთ, რაღაცა ჰარმონია არის თქვენს სულში. შვიდად გრძნობთ თავს. აბა ვნახოთ რა ხდება თქვენს პირადში, ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ. რა ხდება თქვენს პირადში, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. საინტერესო. ეხლა კიდევ გამიმეორებ იმას, რომ თუ აი ამ წუთას ეს სიტუაციები არ ხდება, იცოდეთ რომ ეს მოხდება მალე. თქვენ რაღაცნაირად აი სულიერად გრძნობთ,
თუ ვიღაცები იყავით თქვენი პარტნიორის მოლოდინში და ჯერ არ დაბრუნებულა ეს ადამიანი, სულიერად გრძნობთ თითქოს რომ ეს მალე მოხდება. რაღაცა აი იცით როგორ მდგომარეობაში ხართ, აი ძალიან მიმზიდველად გრძნობთ თავს, ძალიან სავსეთ. შეიძლება იმდენი იმუშავეთ თქვენს თავზე, რომ აი უკვე მიხვედით ამ სიტუაციამდე, რომ აი თქვენ გრძნობთ თქვენი ცხოვრების მომმართველად თავს და თითქოს აღარ გეშინიათ მარტოობის. მარტო ხართ ამ წუთას, მაგრამ აღარ გეშინიათ მარტოობის. რაც შეეხება პარტნიორს. ასევე შეიძლება ითქვას ის, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ორი პიროვნება. აი ესე ვიტყოდი. ერთი ან უკვე გამოჩნდა ეს ადამიანი, ერთი პიროვნება, რომელმაც მოგიტანა ზუსტად აი ეს სულიერი სიმშვიდე, ახლა ამ წუთას, აი მისი ემოციებით, მისი საუბრებით, მისი ეს ამ ყველაფრით, რაღაცნაირად თითქოს იმუშავა თქვენზე ამ ყველაფერმა და მოგიტანათ აი ეს სიმშვიდე. და მეორე ადამიანი, რომელიც ჯერ ისევ გზაშია, მოდის, მაგრამ ვერ მოაღწია. და ეს ადამიანი, ოდესღაც როცა გამოჩნდება, თქვენ უკვე გექნებათ არჩევანის მომენტი. შეიძლება ცოტა ეჭვი შეგეპაროთ, რომ რა გავაკეთო, ძველი ავირჩიო თუ ახალი ავირჩიო. არჩევანის მომენტი გექნებათ ნამდვილად. იმ წუთას საკმაოდ კარგად იქნებით პირად ურთიერთობებში, ბედნიერად იგრძნობთ თავს, მაგრამ ეს ადამიანი რომ გამოფწყინდება თქვენთან და თქვენი ენერგიები რომ მოაკლდება, ცოტა ეჭვებში ჩავარდებით, რომ არ რაღაცა შემოგიბრუნდებათ ის ყველაფერი თითქოს ამ ადამიანთან დაკავშირებით, რასაც გრძნობდით და ამიტომ ჩავარდებით რაღაცა არჩევანის წინაშე, რაღაცა ეჭვების წინაშე. ეჭვები გაგიჩნდებათ რამ, რომ რა თითქოს დაიბნევით რა გააკეთოთ და შიშებით სხვათა შორის, რომ აი შეგეშინდებათ, რომ აი რომელი იქნება სწორი არჩევანი, თითქოს დაბნეული იქნებით რა იმ მომენტში. კარგი, კიდევ რა მოხდება თქვენს პირადში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აი არა მეგობრებო, ნამდვილად გექნებათ რაღაცა არჩევანი. თუნდაც იმის არჩევანი, რომ ადამიანი, რომელიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რამდენად ღირს რომ ისევ უკან მიიღოთ. ხო, არა, აქ ნამდვილად ორი პიროვნება არის თქვენს ცხოვრებაში. ეხლა თუ არ არის მალე გამოჩნდება ერთიც და მეორეც მოყვება მერე და თქვენ რაღაცნაირად ცოტა ისეთ სიტუაციაში ჩავარდებით. შინაგანად კარგად იგრძნობთ თავს, მაგრამ აი არ გეცოდინებათ რა გააკეთოთ, აი რომელთან დარჩეთ, იმიტომ რომ ეს ახალიც, ის ძველიც, რომელიც დაბრუნდება და გამოფწყინდება, ისე კარგად მოვა და ისე კარგად დაბრუნდება, რომ აი თითქოს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ აი სულ ამას ველოდებოდი და როგორც იქნა მივიღე მისგან ეს ყველაფერი და აი ეს ყველაფერი ჩაგკეტავთ ძალიან და ცოტა დაგაბნევთ, ცოტა არა ძალიან კარგად დაგაბნევთ და არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ ძალიან. კარგი, მოდი ვიკითხოთ. სხვადასხვა საპირებ. აი ამ შემთხვევაში ახლა
რა იქნება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი. ადამიანები რომ გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში და ასეთ არჩევანის წინაშე დადგებით, რა იქნება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი? რჩება ტაროსგან. რა იქნება თქვენთვის საუკეთესო არჩევანი ამ სიტუაციაში? ხო, ვიტყოდი იმას, რომ რა ხდება ახლა, აი გეტყვით. ადამიანი, რომელიც გამოჩნდება ძველი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ძალიან სიყვარულით, ემოციით შემოვა თქვენთან და თქვენ რომ ასეთ ცივად და ცივ ენერგიებში დახვდებით, ეს უფრო მეტად გაუმძაფრდება მას. აი თითქოს ამდენი ხანი იმიტომ იცდიდა, რომ ეს ემოციები აევსო და გადმოუვიდა და ვეღარ შეიკავებს თავს და გამოვარდება, გამოჩნდება უცებ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად, ცოტა შეიძლება ბრაზით და აგრესიითაც რაღაცა გისაყვედუროთ შეიძლება, მაგრამ და ხო, რაც მთავარია, შემოგთავაზებთ სტაბილურ ურთიერთობას. თუმცა ტარო გირჩევთ, რომ დაიწყოთ თქვენ ცხოვრებაში უკვე სხვა პიროვნებაც ჩანს, უფრო მეტად სტაბილური და წახვიდეთ თქვენს გზაზე. ახალი ეტაპი დაიწყოთ თქვენს ცხოვრებაში და ნუღა დაუბრუნდებით აი ამ ძველს. წადით თუ იყავით იმ ძველ პიროვნებაზე მიჯეჭული, ყველანაირად ემოციურად, არ ვიცი, ვინ როგორ ხო, დაეხსენით აი ამ მიჯეჭულობას და წადით ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ ეს ისევ იგივე სიტუაციაში შეგითხრებთ. სტაბილური არ იქნება. თქვენ რაც გინდათ, ეს ადამიანი შეიძლება ახლა უცებ მოაწვეს ემოციები, მოვარდება თქვენთან, აგიხსნით სიყვარულს, გამოგიტყდებათ ყველაფერში, რაც გინდოდათ, ყველაფერს გეტყვით, მაგრამ ეს სტაბილური არ არის, ხო ხვდებით? და ტარო გირჩევთ, რომ წახვიდეთ აი ამ ძველისგან, ჩაეხსნათ აი ამ მიჯეჭულობას და გადახვიდეთ, მიხვიდეთ და დარჩეთ იმ პიროვნებასთან, რომელიც არის თქვენთვის სტაბილური. რომელსაც მოაქვთ თქვენთვის ბევრი ემოცია, რომელიც არის ადამიანი, როგორიც თქვენ შეგეფერებათ. ანუ წყვილი, თქვენი მეორე ნახევარი, თქვენნაირია, რაღაცნაირი, აი ერთნაირი ცხოვრების სტილი გექნებათ თითქოს, აი როგორც თქვენ იქნებით ლიდერი, ისე იქნება ეს პიროვნებაც ლიდერი. როგორც თქვენ იქნებით წარმატებული, ეს პიროვნებაც ასეთი წარმატებული იქნება. ფინანსების მხრივაც საკმაოდ სტაბილურად და მყარად იქნება ეს პიროვნება და თქვენც აი ასე გამყოფებთ და თქვენ აი ამ პიროვნებასთან, ამ ახალ პიროვნებასთან იქნებით ქალი ან ადამიანი, ნუ ვინც მიყურებთ, რომელიც აი ეს ჰაერში გამოკიდებული კი არ იქნებით, სტაბილურად იქნებით მასთან და გეცოდინებათ, რომ თქვენ მასთან გაქვთ ოჯახი, მეუღლეები იქნებით, ან თუ არ გინდათ დაქორწინება, სტაბილური პარტნიორები იქნებით, რომლებიც ერთმანეთს ემოციასაც უცვლიან, ფინანსურადაც ეხმარება ეს ადამიანი ამ ქალს, ამ კაცს, უფრო ძირითადად ქალებს ვსაუბრობ ხოლმე, რატომაც ესე გამოდის. და ანუ თავს იგრძნობთ ადამიანად, რომელსაც შეუყვარდა საკუთარი თავი. ეს ადამიანი საკუთარ თავს შეგაყვარებთ. და ის გამოცდილება, ის ძველი გამოცდილება, რაც გაქვთ, ხომ? გამოიყენეთ, ანუ დაარჩიდეთ კივილში კი არ, დაარდიდეთ კივილი კი არ გქონდეთ ამ ყველაფრიდან. გამოცდილებაში გადაიტანეთ და თქვენ იცოდეთ უბრალოდ, რომ აი ესეთი შემთხვევა, რაც ადრე გქონდათ და რამაც გადგინათ, დაუშვეთ გული და რაღაცა
დისბალანსი გამოიწვია თქვენში, ესეთი სიტუაცია მეორედ აღარ გამეორდება და არც გამეორდება. უყურე, თქვენ ეს უკვე სიბრძნეში გადაიტანეთ გამოცდილებაში და მეორედ საერთოდ სხვანაირ პიროვნებას ირჩევთ. და ტარო გირჩევთ, რომ აი ამ გზით წახვიდეთ, აი ამ პიროვნების გზით და არ დაუბრუნდეთ იმ ძველს. მით უმეტეს შეიძლება საკმაოდ მაცდური იყოს თქვენთვის მისი შემოთავაზებები, მისი ემოციებით და ტარო გირჩევთ, რომ საკუთარ თავზე იმუშაოთ და არ შეცდეთ. იმიტომ რომ ეს ის არ არის, ვინც თქვენ გეკუთვნით. თქვენ გეკუთვნით საკმაოდ თქვენი შესაფერისი პიროვნება, რომელიც ჯერ თუ არ ჩანს, აუცილებლად გამოჩნდება და მოგცემთ იმას, რასაც იმსახურებთ და რაც რეალურად გინდათ. ძალიან კარგი. დაგემშვიდობებით მეგობრებო, საკმაოდ გაგვიწევდა დღეს. მე მგონი ამხელა ვიდეო არასდროს არ მქონია, ბევრი ვისაუბრე. დაგემშვიდობებით მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, მოიწონეთ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ხო ასევე შეგახსენებთ ჩემს ტარო სესიებთან დაკავშირებით ფასებსაც. ორი კითხვა არის ჩემთან, ორი კითხვიდან იწყება. ორი კითხვა 15 ლარი და თუ ვრცელი გაშლა გნებავთ, ვრცელი გაშლა ღირს 60 ლარი და მას მოჰყვება ჩემი მხრიდან საჩუქარი მედიტაცია, რომელიც უდიდეს ჰარმონიას მოგიტანს, სულიერ სიმშვიდეს და მე ჩემს გარეშეც შეგიძლიათ ხოლმე გააკეთოთ ეს მედიტაცია და ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. დაგემშვიდობებით, დროებით.